დავიწყოთ არა? დავიწყოთ. ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ რადგან ეკლესიამ დააწესა, რომ ყოველწლიურად სახარებიდან ეს ადგილი, რაზეც ჩვენ ახლა ვისაუბრებთ, უნდა იკითხებოდეს, ესე იგი საჭიროა. ახლა მაგალითად დილით რო ადგება ადამიანი დავუშვათ კარაქიანი პური რომ შეჭამოს. დავუშვათ 1 დღეს, 2 დღეს, 3 დღეს, 10 დღეს. მე-11 დღესაც შეჭამს. ანუ კიდე შეჭამს. დავუშვათ კარგი, ცოტა სხვანაირად თქვა. 1 დღეს დაიბანა ხელები, 2 დღეს, 3 დღეს. მე-11 დღესაც უნდა დაიბანოს? რატომ? ეს თავისი მოვალეობა. ანუ მარტო იმიტომ რომ მოვალეობა? დავუშვათ შენ გაგათავისუფლეთ მაგ მოვალეობიდან. აღარ დაიბან? დავიბანე. რატომ? სულთარო ხო? ანუ ეგ მარტო მოვალეობა კი არ ყოფილა. არამედ ეს ადამიანის მოთხოვნილებაცაა, რომ სულთად გამოიყურებოდეს ხო მართალი? აი დავუშვათ ახლა, არა, ზოგი კი ეგრე არის ახლა, რომ გაათავისუფლო მოვალეობიდან შეიძლება ერთი კვირა პირი არ დაიბანოს. მაგრამ ერთი კვირის მერე ნამდვილად მიხვდება, რომ რაღაცა კარგად ვეღარ ხედავს. თუმცა დასაბანია შეიძლება თვალები ისე კონდეს, რომ ვეღარ კარგად აღარ ესმის და ასე შემდეგ. ეგ ისე უბრალოდ. მაგრამ ეგ რატო თქვი, იცი რომ ჩვენ შეიძლება 10 ჯერ გვაქვს მოსმენილი, მაგრამ მე-11 მოსმენა ჩვენ გჭირდება. მე-12 ჯერ. რაც უფრო დიდია ადამიანი, ახლა მაგალითად ჩვენ შეიძლება 10 ჯერ გვაქვს მოსმენილი, მაგრამ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება რწმენით ცხოვრობდა, შეიძლება 100 ჯერ აქვს მოსმენილი. გესმით და იმასაც სჭირდება, ყველას სჭირდება. აი ეს კაცი ხეზე რო ამძვრალა. მაგას ქვია, ახლა თქვენ თუ დატოვეთ აქ მარკერები დავწერე, რაც ქვია. მაგას ქვია მეზვერე ზაქე. ზაქე ქვია მაგას. მოდი მეზვერეც დავწეროთ, რომ დაგამახსოვრდეთ. თქვენ იცით, რომ ამაზეც არაერთხელ გვისაუბრია, რომაელების მიერ იყვნენ იუდეველები დამპყრობილნი. და დამპყრობელი ქვეყანა საერთოდ ესეთ რაღაცას აკეთებდა, რომ ხარკს დააკისრებდა ხოლმე. ეს ხარკი რა იყო? თუ დავუშვათ გადასახადი და თუ დავუშვათ დამპყრობილი ქვეყანა გადასახადზე უარს ამბობდა, მაშინ ის კარგი დღე არ დაადგებოდა. და ამიტომაც იძულებული იყო. ეს მას კი არ სიამოვნებდა, რომ ხარკი გადაეხადა, იძულებული იყო გადაეხადა ხარკი. ახლა წარმოედგინეთ, აოხრებული ქვეყანა კიდე ხარკს რო იხდის, რა მდგომარეობაში უნდა იყოს, არა? და რომაელებმა სწორედ აი ესენი დააყენეს ხარკის ამკრებებად, მეზვერეები, მებაჟეები სხვაგვარად. ნუ დღეს მებაჟემ კიდე სხვა შინაარსი შეითვისა, მაგრამ და ესენი იყვნენ იმ ერის შვილები. იქაურები ესე რო ვთქვათ, სადაც ხარკი უნდა აეკრიფათ. ვინმე შორიდან მისული კი არ იყო, არამედ იმ ხალხიდან იყვნენ ესენი წამოსული. ეხლა ნახეთ, თვითონ ამ საქმიანობაში ცუდი არაფერი არ იყო. ეხლა რატო ამბობ არაფერი არ იყო? დავუშვათ ხარკი გავს გადასახდელი, დაპყრობილი ქვეყნის მიმართ გადასახადი. შენ კიდევაც გირჩევნია, რომ შენი მეზობელი მოვიდეს და მშვიდად და წყნარად გითხრას, რომ ეს გადასახადი უნდა გადავიხადოთ, ვიდრე ის ვიღაცა დამპყრობელი მოვიდეს და აქეთ შეურაცხყოფა მოგაყენოს და ეს ხარკიც და გადასახადიც წაიღოს. მაგრამ საქმეც იმაშია, რომ აი ეს გინდაც მეზობელი თუ იმ ქალაქში მაცხოვრებელი თუ შინაური უფრო უარესად ექცეოდა ხალხს, ვიდრე ის სხვები. იმიტომ რომ ესენი სიმდიდრის და ძალაუფლების მოყვარული ხალხი იყო. და ეხლა წარმოიდგინეთ, აი დამონებულ ქვეყანას რა შესაძლებლობები უნდა ჰქონოდა, რა ადამიანები გაჭირებულები არიან, ძლივს, ესე იგი, როგორც იტყვიან, თვიდან თვემდე ძლივს გადიან და ეს ხარკიც დაემატა გადასახადი და აი ამ ხარკის ზემოთ კიდევ
ეს მეზვერეები უფრო მეტსაც კი ძალავდნენ. აი დაუშვათ, თუ უნდა გადაგეხადა 100, რაც რომის მიერ იყო დაწესებული, რომის იმპერია ძალიან დიდი და ძლევამოსილი იყო მაშინ. ეს მეზვერეები ეუბნებოდნენ, რომ 100 კი არა, 200 გადაგვიხადე. 100 რომში მიჰქონდათ, 100 თავისთვის რჩებოდათ, გესმით და ამიტომ ეხლა შეხედეთ. აი ამ ხალხს რანაირად ეყარებოდათ მეზვერეები, ხო შეუძლებელია რომ მეზვერე ყარებოდა. ეჯავრებოდათ. მასთან ლაპარაკს ცოდვად თვლიდნენ, იმდენად აი ეზარებოდათ მასთან ლაპარაკ. აი ეს კაცი მეზვერე ზაქე, მათი უფროსია, აი ამ მეზვერეების უფროსია და თუ სხვები თავიანთი თანამოქალაქეების ხარჯზე გამდიდრებულები იყვნენ, მათი დაჩაგვის და აბეჭავების ხარჯზე, ეს კიდე უფრო მეტად. მაგრამ აქ ერთი საინტერესო მაგრამი არსებობს. ხო ეგეთია ეგ კაცი, მაგრამ გულში სიკეთის მარცვალი, აი მართალიაო ის ამბობს, გულში სიკეთის მარცვალი ისევ ცოცხალი ჰქონდა და ეს სიკეთის მარცვალი გაღვივდა. ამ სიკეთის მარცვალს ქვია სინანული. სინანული ქვია. ეს კაცი როგორც ჩანს, ესე იგი უსინდისო არ იყო ბოლომდე. სინდის უსმენდა. გულის სიღრმეში იცოდა რომ აშავებდა. გულის სიღრმეში ყველა მიცის რომ რაღაცას აშავებს ხომ. თავარია თავის სინდის სისხმას რამდენად გამოეპასუხება და რამდენად უჯერებს ადამიანი და ნახეთ ამან რა გააკეთა. ერთ დღესაც, როდესაც გაიგო რომ მაცხოვარი მათ ქალაქში იერიქონში უნდა მოსულიყო, თვითონაც გაეგება, ნახვა უნდა უფლისა, გაეგონა რომ ესეთი დიდი მოძღვარი არსებობს. იესო ქრისტე რომ ადამიანად მოსული ღმერთია, მაგას ბევრი ვერ იგებდა. ის კი არა ბოლომდე მოციქულებიც კი ვერ იაზრებდნენ მაგას. ეგ ისეთი უჩვეულო მოვლენა იყო, წარმოედგინეთ, ღმერთი რომელმაც ეს მთელი ეს სამყარო შექმნა, ეს პლანეტები შექმნა, ადამიანები, ცხოველები, ყველაფერი რაც კი არსებობს, როგორ დაიჯერებ ეგრე ადვილად, რომ ის ღმერთი აი შენს წინ არის და გელაპარაკება ეს. ამიტომაც ბოლომდე ვერ იჯერებდნენ და ამაშიც გასაკვირი არაფერი არ არის და მას უნდა ესეთი დიდებული მოძღვრის ნახვა. და ხალხთან ერთად ისიც გამოვიდა, მაგრამ ახლა შეხედეთ, აქაც კარგად ჩანს, რომ ეს მათთან შედარებით ძალიან დაბალია, მორჩილია, ვერ მიდის, შორიდან ვერ ხედავს. ახლოს კიდე ვერ მიდის, იმიტომ რომ უამრავი ხალხი დაყვება მაცხოვარს. ამიტომაც ხერხი იხმარა და გაიქცა და იმ ბილიკთან ახლოს, სადაც მაცხოვარს უნდა გაევლო, ნახა ლეღვის ხე. აი ამ ლეღვის ხეზე აძვრა. ეხლა აქ საინტერესო რა არის? სინანულს რა თვისება აქვს? აი როდესაც ადამიანი ნანობს რაღაცას, მაგალითად ვიტყვი, აი დავუშვათ ვიღაცა შენ რა ქვია? ნიკოლოს დავუშვათ მე კალამი გაუტეხე, გაუფუჭე და მე თუ ნანობ, ნახე რა თვისება აქვს სინანულს. მე მივალ და ვეტყვი ნიკოლოს მაპატიე, შენდობას გთხოვ, მე გავაფუჭე შენი კალამი. არ ვთაკილობ, გესმის? არ ვთაკილობ, არ მცხენია რომ თქვა რომ ეგ მე გავაფუჭე. აი სინანულს ეგეთი თვისება აქვს, რომ ადამიანი არ თაკილობს იმას, რომ აი მე ახლა არ თქვან ჩემზე თანაკლასელებმა, რომ ნახე ამას გაუტეხია. კი ბატონო, აღიარებ, მე გავტეხე. იმიტომ რომ სინანულს ეს ღირსება აქვს, რომ არ გცხენია შენი ჩადენილის აღიარების. და აი ამ კაცს ნახეთ, ეხლა ნიკოლოზი, ხო, ნიკოლოზი რო ხეზე აძრეს, არაფერი გასაკვირი არ იქნება. ის კი არა სოფელში რო შრომობთ და რაღაცას ვაკეთებთ, ვაშლი იქნება, მოსაკრეფი თუ მსხალი თუ სხვა, ხეზე ავდივართ, პატარა ბავშვი კი არა, დიდი ადამიანიც და ჩვეულებრივად. მაგრამ ეს არის აი ამ მეზვერეთა მთავარი. ახლა წარმოედგინეთ, რომ აი ქალაქის მერი რო ესე აი სიტყვაზე სტალინის ქუჩაზე გაიარო და მერი თუ გუბერნატორი თუ ვინც არის, აი თანამდებობი და ესე ხეზე რო იყოს ასული. ხო ცოტა უჩვეულო ამბავი იქნება. ეგრე არ არის, ცოტა უჩვეულო ამბავი იქნება და მაგრამ რომ არ იუკადრისოს ეგ, რომ არ ითაკილოს. აი ესე ავიდა ეს კაცი, რა სიტყვის ხალხი არ აინტერესებს, იმიტომ რომ მას ერთი მიზანი აქვს.
უნდა რომ უფალი ნახოს. და იესო ქრისტე რომ მიუახლოვდა აი ამ ლეღვის ხეს, სადაც ზაქე არის. ზაქეს გასაკვირად უფალი ეუბნება. ეხლა მე ხო ნახე ვკითხე რა ქვია მეთქი და ნიკოლოზიო და 20 წამი გავიდა და კიდევ ვკითხე რა ქვია მეთქი, იმიტომ რომ დამავიწყდი. მაგრამ უფალს კი არ უკითხავს რა ქვია. პირდაპირ ეუბნება. ზაქე, ჩამოდი ძირსო. რადგან შენ სახლში უნდა შემოვიდე დღეს. ნახეთ, უფალს არ უკითხავს, პირველად ნახა უფალი. უფრო სწორად. ზაქემ ნახა პირველად უფალი. თორე უფალმა ზაქე იქამდე ციცოდა, სანამ დაიბადებოდა. გესმით, ეს შეიძლება ჩვენი გონებისთვის ცოტა უცხოა და უცნაური, მაგრამ უფალი ყოველთვისაც უყურებდა ზაქეს, ისე როგორც ჩვენ ყოველთვის ყველგან გვიყურებს. უფალმა ზაქეს სახელი ციცოდა. უფალმა ისიც იცოდა ზაქეს გულში რა ხდებოდა. უფალმა ისიც იცის ჩვენს გულებში რა ხდება, რა ფიქრია, რა განზრახვა და სურვილია. ნახეთ, უფალმა ყველას კი არ უთხრა, მოდიო ჩემთან და შენ სახლში უნდა შემოვიდეო, არა. ზაქეს უთხრა, ზაქე, ჩამოდი ძისო, რადგან დღეს შენ სახლში არის ჩემი მოსვლა საჭირო. ზაქეს ახლა წარმოიდგინეთ, ჯერ საერთოდ რომ დაენახა რამდენი იწვალა, რამდენ სათაკილო რამეზე აი რო შევწხოვდა, ზოგჯერ ხო არის რომ რომელიღაცა თქვენთაგანს ესე იგი აქ დაფასთან გამოსვლაერიდება, ვერ გამოდის. რომ აი მე რო ეს თქვა, ბავშვებმა ეს არ თქვან, ის არ თქვან, რაღაცას გეკითხებით, პასუხს არ ამბობთ, იმიტომ რომ მე სხვები მოისმენენ და რა სიტყვიან ჩემზე. და ამ კაც კიდე პასუხის თქვა კი არა, ხეზე აძრა და უფლის ნახვა უნდოდა. და ვერც კი ინატრებდა იმას, რაც უფალმა უთხრა, ზაქე, ჩამოდი ძის, რადგან შენ სახლში უნდა შემოვიდეო და სიხარულით, უსაზღრო სიხარულით ჩამოდი ზაქე ძის და მაცხოვარ შეიპატიჟებს სახლში და სინანულს აქვს კიდე ერთი ასეთი თვისება. როდესაც შენ რაღაცის თქმას აპირებ, აი ახსარება გინდა თქვა, ეშმაკი გებღაუჭება, რომ არ თქვა ეგ ახსარება. შენ კიდე იბრძვი რომ თქვა და როდესაც იტყვი იმ ახსარებას, რაც გაწუხებს, მერე შენი გული ისვენებს. და ესე იგი იმისათვის რომ შენმა გულმა დაისვენოს, რომ აი როგორც წმინდა მამები როგორ შედარებას აკეთებენ. უბეში რომ მორიელი გიჯდეს ახლა, უბეში მორიელი რო გიჯდეს, მოისვენებ? აი უთქმელი ცოდვა ეგ არისო. და როდესაც აი ამას იტყვი, რაც გაწუხებს, მერე დაისვენებს ადამიანს. სხვადასხვა ახლა მე აქ ცოტა თხრობაში შევწყვეტ და ერთი ამბავი უნდა მოგივათ. ერთ-ერთ მონასტერში მოხდა ესეთი რაღაც. ერთი კაცი მოვიდა. ძალიან ცოდვილი კაცი. ნუ იქ არ წერია რა ცოდვები იყო, მე თვითონაც ამბობდა თავის ცოდვებზე და ისიც არ არის ცნობილი, მაგრამ მოვიდა ერთი კაცი ძალიან ცოდვილი და მოძღვარმა მოусმინა, ის მოუყვა თავის ახსარებას. და მე მოძღვარი ეკითხება, ეხლა შენ შეგიძლიაო შენი ცოდვების შესახებ აი ამ ძმებს რომ მოუყვეო. წარმოიდგინეთ ახლა როგორც თქვენ ხედხართ, აი ესე ტაძარში რომ აი ამ მონასტრის ბერები იყვნენ და შეგიძლია რომ ყველას თვალწინ თქვაო შენი ცოდვებიო. კიო მამო, ეგვიპტეში ხდება ეს. მარტო ამ ძმების თვალწინ კი არაო, თუ გინდა ალექსანდრიაში წავიდეთო, ალექსანდრია ერთ-ერთი დიდი ქალაქია ეგვიპტეში. ალექსანდრიაში წავიდეთ, თუ გინდაო, იქო ყველას თვალწინ ვიტყვიო ჩემს ცოდვებს. აი სინანულს რამხელა თვისება აქვს რომ ოღონდაც ეპატიოს და ართაკილობს, რომ თუნდაც ყველამ გაიგოს და დადგა თურმე ეს კაცი ამბიონთან. ესე ძმები არიან შეკრებილი და ეს ამბობს თავის ცოდვებს. და ზოგი ისეთი რამე ცოდვებს ამბობდა, რომ ის ბერები ცუდად ხდებოდნენ, რო უსმენდნენ. გესმის და მერე ერთი მოძღვარი მივიდა ამ წინამძღვართან, ვინც ათქმევინა ყველას თვალწინ ეს ცოდვები და ჰკითხა, რატო გააკეთე ეგო? ხო იცოდა რომ ეს ესე იგი გამოცდილი კაცია და ტყუილად არ ათქმევინებდა ესე ყველას თვალწინ. ჩვენ ხო ახსარებას ესე ყველას თვალწინ არ ვამბობთ. მოდიხარ, ახსარებას ამბობ, მარტო ვიცის მოძღვარმა და
ღმერთი შეგინდობს მოძღვრის ხელით. რატო გააკეთე, რატო ათქმევინა ესე ყველას თვალწინა და მოძღვარმა უთხრა ორი რამის გამო გავაკეთე. ერთი ის რომ ესე იგი ადამიანი ან აქ უნდა შერცხვესო თავის ცოდვების გამო და ან იქ მოუწევსო შერცხვენო და ამას სიმხელა ცოდვები ჰქონდა ჯობდა აქვე შერცხვენილიყო ამ ცოდვების გამო. და მეორე კიდე ძალიან მნიშვნელოვანი რამ რითიც რატომაც ყვები. მეორე არის ის რომ აი აქო ზოგ ძმასო ისეთი ცოდვა აქვს რომელსაც ვერ ამბობს და მე რომ მათთვის გამეადვილებინა ეგო. როდესაც შეხედავდნენ რომ აი გამოვიდა კაცი და ყველას თვალწინ ამბობს ისეთ რაღაცებს მათ რო შეიძლება არც დასიზმრებიათ. და მათ გაუადვილდებოდათ მერე მოძღვართან თავისი აღსარების თქმა. ესე რაღაცა რო გაწუხებს როგორც უბეში რომ მორიელი გიზის ეგრე ხარ მაგრამ როდესაც ამბობს შენი გული თავისუფლდება. ეს ზაქეც ჩამოვიდა ხიდან მაცხოვარი შეიპატიჟა და ეუბნება უფალო ჩემი შემოსავლის ნახევარს გლახაკებს დაურიგებ. და თუ ვინმეს რამე წავართიო, ხო გახსოვთ 100 იყო მეთქი და 200 სართმევდა. ეგ სიტყვაზე მაგალითისთვის. ანუ ბევრ ხალხს ბევრ რაღაცას ართმევდა ზედმეტად და ამბობს თუ ვინმეს რამე წავართი უსამართლოდ 4 მაგათ უკან დაუბრუნებ. ეგ რას ნიშნავს ეგ სიტყვები ნიკოლოზ? ანუ რას განიცდიდა ეს ზაქე? რას განიცდიდა ეს კაცი ზაქე? თავის ცოდვას. გძნობდა თავის ცოდვას, არა, შენ რისი თქმა გინდა? იმას ამბობდა, რომ რაც თვითონ იტოვებდა და 100 თვითონ იმას ართმევდა, რომ 4-ჯერ მეტი დაუბრუნდეს ინკა. და რატო ამბობდა? იმიტომ რომ მიხვდა თავის. მიხვდა თავის დანაშაულს და რადგან მიხვდა დანაშაულს და ნანობდა, ნახე უფალმა რა თქვა? დღეს ცხონდა ეს სახლიო. ანუ დღეს მიიღო მადლი ამ სახლმაო. რადგანო ესეც აბრაამის შვილია, მამამთავარ აბრაამზეა ლაპარაკი და ღმერთი ადამიანად ნახე რატომ მოვიდა ხა ჩვენ ხო ქრისტეშობა ვიზეიმეთ. ღმერთი ადამიანად იმიტომ მოვიდა რომ აი ესეთი ცოდვილები ეპოვაო. ამოეყვანა ამ ცოდვიდან და ეცხონებინო. აი მაგისტრის მოვიდა ღმერთი ადამიანად. და ეხლა შეხედეთ ზაქეს ხო ჰქონდა დიდი ცოდვები, მაგრამ ხო მიეტევა ეს ცოდვები. ხო მიიღო მადლი. ყველა ოჯახმა კი არ მიიღო მადლი, სადაც მაცხოვარი შედიოდა. ყველამ არ მიიღო მადლი. არადა ჩვენ ხო შეიძლება ვთქვათ, რომ უფალი სადაც მიიღო, ყველა მადლს მიიღებს, მაგრამ ყველამ არ მიიღო მადლი. მადლი იმან მიიღო, ვისი გულიც მზად დახვდა მადლის მისაღებად. თორემ, ეხლა მაგალითად, აი რიყის ქვა ხო გინახიათ, სიპი ქვა ხო გინახიათ. იქ რომ წყალი დაასხა, ხო გადმოიღრება და არ შეიწოვს ის ქვა. მაგრამ აი ღრუბელი ხო გინახიათ სკოლაში დაფას რო ასუფთავებ ხო. იქ რო წყალი დაასხა, ის შეიწოვს. ადამიანი ზოგი სიფქვას გავს და მისი გული არ იღებს მადლს და ზოგი იღებს, რომელიც ნანობს, ის იღებს აი ამ მადლს. აი მაგალითად, თან მოდი კიდე რა ვთქვათ. ის მონაკვეთი სახარებისა, რაზეც ახლა მე ვსაუბრობ, იკითხება ხოლმე, როდესაც ოჯახის დალოცა ხდება, როდესაც სახლის კურთხევა სრულდება. აი ზუსტად ეს სახარება იკითხება იქ. და რატო იკითხება ახლა ეს სახარება ნახეთ. დაუშვათ აი ნიკოლოზის სახლში შევედით. ნიკოლოზს თუ აქვს ის განწყობა, როგორიც ჰქონდა ზაქეს. მაშინ იქ დარჩება ღვთის მადლი. მიიღებს ის ოჯახი მადლს. თუ არ ექნება ის განწყობა, მაშინ არ მიიღებს. ანუ იმაზე კი არ არის დამოკიდებული იქ მღვდელი მოვა და ილოცებს თუ არა. მაგაზე კი არ არის იმდენად დამოკიდებული, რომ მოვა და ილოცებს, შენი გული რამდენად დაიტევს იმ მადლს. როდის დაიტევს მადლს? ახლა ნახეთ. ჩვენ დღის განმავლობაში ვცოდავთ საქმითაც, აი რაღაცას გავუკეთებ. ვცოდავთ ჩვენი სიტყვებით, საუბრობთ 1000 რაღაცას, ხან თავს ვიქებთ, ხან ვიღაცას განვიკითხავთ, ხან ვიღაცას უხეშად ვეტყვით სიტყვაზე, ხან მოვატყუებთ, ხან ბილდ სიტყვას ვიტყვით და ასე შემდეგ. და ვცოდავთ ასევე ჩვენი ფიქრებით. დავუშვათ იმაზე რაღაცას გაიფიქრებ, ამაზე და ეს ყველაფერი გროვდება.
ეხლა რადგან ჩვენი ფიქრია და არ ჩანს ეს ფიქრები, ეგ იმას კი არ ნიშნავს, რომ ეგ ცოდვა არ არის. თუ არა და თუ გინდა შევამოწმოთ, გინდა? როგორ შევამოწმოთ, იცი? აი გამოდი თუ გინდა და მთელი დღის განმავლობაში რაც იფიქრე, აი ამ ეკრანზე ჩამოიწერება. თუ ვინმეზე რამე ცუდი იფიქრე, აი აქ დაიწერება. გამოხვალ? შენ გამოხვალ, დაჯექი, მაგრამ ცოტა მოზრდილი, კი ვეღარ გამოვა. თუ გინდა ვცადოთ. მაგრამ მოზრდილმა იცის, რომ არ დაიწერება და ისიც გამოვა. მაგრამ ღვთის წინაშე რა თუნდა ტელევიზორი ღმერთს. ისე არ იცის ჩვენ გულში რა ხდება? ხო იცის. ამიტომ ღმერთმა კი იცის, მაგრამ ჩვენ რომ მადლი მივიღოთ, ჩვენც უნდა ვიცოდეთ დილიდან საღამომდე ვიზე რა ვიფიქრეთ. თუ აღმოაჩენ, რომ ისეთი რამე გიფიქრია ვინმეზე, რაც შენზე რომ ეფიქრა სხვას არ მოგეწონებოდა, იცოდე რომ ეგ ცოდვა. ანუ იმ დღეს შენ ცოდვა ჩაიდინე. მე ეხლა ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ზაქესნაირი ცოდვა ხო არ ჩაგვიდენია, ხო არ გამოგვიძალავს არავისთვის არაფერი. ზაქესნაირი ცოდვა შენ ვერ ჩაიდე. ვინ დაგაყენა ზაქეს ადგილზე, ვინ ჩაგადეინებს სამხელო ცოდვას? გესმით? მაგრამ რო დაეყენებინე, შეიძლება უარესი ჩაგედინე. აი ზაქე რო შენ ადგილზე ყოფილიყო, მაგ ხელა ცოდვას კი არ ჩაიდენდა. არამედ იმ ხელას შენ რო ჩაიდინე. გესმით? ანუ ეს შედარება პირდაპირ კი არ ხდება. შეიძლება შენ ვიღაცას უხეშად უთხარ და რითია ნაკლები ზაქეს ცოდვაზე, ესეც უხეშად ეუბნეოდა, ოღონდ ცოტა უფრო ბევრ ადამიანებს. ამიტომ ნახეთ, ჩვენ თუ გინდა რომ მადლი მივიღოთ, ახსარება უნდა თქვა ადამიანს. ახსარების გარეშე, აი როგორც ხელების დაბანაზე რო თქვი, ხო გახსოვთ? ახსარების გარეშე სული ბინძურდება. ეხლა აი თქვენგან ხო არის ამდენი ბავშვი ამბობს ახსარებას, ამდენი ბავშვი ეზიარება. ეგ ნიშნავს, რომ ის ბავშვები, ვინც ამას აკეთებენ, თუ არ შეწყვეტენ ჩემო მართა ახსარების თქმას, ესე იგი, მათი სულები სუფთად დარჩება. და თუ რამითი დაისვარა, ის ყოველ კვირას თუ ორ კვირაში ერთხელ თუ როგორც მოხერხდება, ისევ იტყვის ახსარებას, ისევ განიწმინდება და ისევ ეცდება, რომ სუფთად იყოს. და თუ ამას არ გააკეთებს, ой, მართა მეგონი, მოუსვენი აბა ცოტა ხანი. და თუ ამას არ შეწყვეტს, მისი სული სუფთად დარჩება. მაგრამ თუ ამას დაივიწყებს, თუ გინდა სცადეთ, აბა, ერთი ორი კვირა პირი არ დაიბანო. უბრალოდ ორი კვირა არა, ერთი კვირა და რომ მოხვალ შემდეგ საკვირაოზე ნახოთ, ვაჩვენოთ ცხებსაც. მე მგონი შენ წინა კვირას რო დაიბანე, იმის მერე არ დაგიბანია, ხო? დაიბანე? ხო. მაშინ სხვა იქნება. შენ იყავი? არა? კარგი, რო არ გადაგხალოთ, ეხლა მოდი ერთი რამ მინდა გაჩვენოთ და მერე თქვენ შეკითხვებსაც ის აქ არის, ხო? ცოტა ხანი მერე. ესე იგი, ჩვენმა ბავშვებმა, საკვირაო სკოლის ბავშვებმა გააკეთეს პატარა ვიდეო რგოლია. ოღონდ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე. და ეს რეალობაა, რაზეც ყვებიან და ეს ინსცენირებაც გააკეთეს ბავშვებმა და ესე იგი, ეხება წმინდა თევდორე კველთეს. თევდორე მღვდელი იყო და მან როგორ გადაარჩინა მეფე და როგორ გადაარჩინა თავისი სამშობლო, აი ამაზეა და თუ ის ბავშვები, ვინც აქ მონაწილეობენ, წინააღმდეგი არ იქნებიან, შემიძლია რომ გაჩვენოთ. მე უკვე ერთი რაღაცა უნდა გაჩვენოთ კიდე, რომელიც მერე გამოჩნდება. ნახოთ აბა, სად იყო? ეს არ არის. ეს არის? არა. ეს არ არის. არა, ეს არ არის. აი სადაც. აი ეს არის.
მეფემ არაფერი იცოდა თავდასხმის შესახებ. აბა მოდი ცოტა ხანი შოქი ჩავაქროთ. 1609 წელს ოსმალთა არმია საქართველოში ახალციხიდან შემოიჭრა. ამ დროს ჩვენს ქვეყანას ახალგაზრდა მეფე ლეონიდ მეორე მართავდა. ის მცირე ამალით იყო ცხინვალის ციხეში თავის საზაფხულო რეზიდენციაში. ეს ოსმალებმა იცოდნენ და უნდათ უმოკლესი გზით შიდა ქართლში შეჭრილებდნენ. ალყა შემოარტყათ ცხინვალის ციხესთვის, შეეპყროთ ლეონიდ მეორე და ამ გზით დაემორჩილებდნენ მთელი საქართველო. ასეც მოიქცნენ დაპყრობლები. გადალახეს ცრეებს და ნანგლის მიადგნენ. მეფემ არაფერი იცოდა თავდასხმის შესახებ, ხოლო მტერს ცრეებთან სულ 5 საათის სავალი ჰქონდა დარჩენილი. ოსმალებმა არ იცოდნენ მეფის ამყოფელამდე როგორ მისულიყვნენ. მათ მანგლისის ახლოს, სოფელ კალთაში, ეკლესიის დაკეტვის დროს შეიპყრეს მღვდელი თევდორე, პატიოსანი, მოშიში ღვთისა და ერთგული მეფის. მან ვერ მოასწრო ტყეში გაქცევა, რადგანაც საყვრის სამუნჯე გადამონა. ამ პრობლემმა ხუცეს მოსთხოვეს, მათი მეგზური ყოფილი. აქედან შენ მეფის სამფლობელოზე. მოკლეძებით უნდა გვაწარო, რაც შეიძლება სწრაფად მიგვიყვანო. თუ ამას იზო, შენ დიდ გასამჯელოს მიიღებ. არა? აქვე, წამებით მაკვდები. და ხორანებს ავაგლეჯინებ შენ თავს. თუ თათრების ნებას დაუკვირდი, მეფეს დაატყვევებენ. საქართველოს აოხრებენ, სისხლით და ცრემლით აოსებენ ქვეყანას. მეფე ხომ ჯერ სულ ყმაწვილია. მეუღლეც არ ყავს და მემკვიდრეც კი არ დარჩება. ამის გამო ეს უშვილოები ხომ უფრო მაგრად მოიკიდებენ ფეხს ჩვენ სამშობლოში და მონობის უღელს დაადგამენ ჩვენ ერს. მაგრამ თუ არ სვეტყვი წამებით სიკვდილი მელის, ჩემ ცოლ-შვილი კი დაობლდება. პირველ წამებში მღვდელი ყოყონელმა შეიპყრა, მაგრამ უცებ იგი წელსში გასწორდა და სახე გაუნათდა. ბარასიზო. კარგით, გაჩვენებთ გზას. მოკლე გზაზე წაგიყვანთ. ვარსებთ. მასე ჯუბრია. მღვდელმა გონი მოგვატყუა. პირიქით აგვაცილა ჩვენ დანიშნულების ადგილს. იგივთ, იგივთ. ცოტაც. ოღმე. ხომ შექმნიდი რომ ჩვენი მოტყუებისთვის სიკვდილი არ აქცდებოდა. ახლა მიიღე. ღმერთო, დაიცავი ჩვენი სამშობლო. დაიფარე საქართველო და ჩვენი მეფე. მღვდელი თევდორეს თავდადება ნაყოფი გამოიღო. წმინდა მეფე ლუარსაბმა ციხეში გამაგრება მოასწრო. ქართველები კი მომზადებულნი დახვდნენ და საშინელი რისხვა დაატეხეს თავს მოთარეშე მტერს.
არა, ერთიც უნდა გაჩვენოთ, მე ოღონის ცოტა ეს მეორე ხო არა. ამიტანი გიოგი. ოღონის ცოტა სახალისოა და ბოლოსთვის შემოგინახეთ. თქვენ დატენილი მიკროფონი არ გაიშვა. მოდი, რადგან მიკროფონმა მოიწყინა, ისე გიპასუხებთ. ერთი ასეთი შეკითხვა. სწორია თუ არა, რომ მორწმუნეები ვართ იმის გამო, რომ მემკვიდრეობით გვერგო. მორწმუნეობა, ანუ იგულისხმება, რომ ჩვენ ქართველები ვართ, ქართველები ქრისტიანები არიან და ჩვენც რო ვიბადებით, ავტომატურად მშობლები ნათლავენ და ასე შემდეგ. ეს მოდი სწორად შევხედოთ ამ ყველაფერს. დაუშვათ თუ მემკვიდრეობით გვერგო. თუ მემკვიდრეობით გვერგო, განა ყველა ქართველი მორწმუნეა? რას ქვია მორწმუნე? მორწმუნე იცი რას ქვია? რო იცი რომ წვიმა წამოვა, ქოლგით გადიხარ. ხო მართალი? თუ გჯერა რომ წვიმა წამოვა, ქოლგით გადიხარ. თუ გჯერა რომ ცოდვას აუცილებლად მარადიული ტანჯვა მოყვება, ცოტა შეამცირებ ამ ცოდვებს, ხო მართალი? ახსარება სიტყვი, რაზეც წეღან საუბრობდით. და ყველა ქართველი ამბობს ახსარებას. ყველა ქართველი ცდილობს ღვთისმცნებით იცხოვროს. ეზიაროს, აბა მაშინ როგორ ერგო მემკვიდრეობით ეს? რადგან დავიბადეთ საქართველოში არ ნიშნავს იმას, რომ პირდაპირ ცხონდებით. და მეორე ნახეთ. ესე იგი, ესე იოლად კი არ გვერგო მემკვიდრეობით. თუნდაც ეგ სიტყვა დავარქვათ და რატო ნახეთ? კაცი რო შრომობს, სახლს ააშენებს, იწვალებს და მე თავის შვილს დაუტოვებს ამ სახლს. რა ქნას ამ შვილმა ახლა ეს დაანგრიოს და თავიდან დაიწყოს თვითონ არ იცხოვროს იმ სახლში? რა გააკეთა მღვდელმა თევდორემ, ხო ნახეთ? ეს ისე კი არ მოვიდა რწმენა ჩვენამდე. აი ესეთი ხალხით მოვიდა ჩვენამდე. წმინდა იოთამ ზედგენიძის თავდადებით მოვიდა, ცხრაძმა ხერხეულიძის თავდადებით მოვიდა. ისე რომ ესე იოლად არ მოსულა. და ამას გაფრთხილება ჭირდებოდა ჩვენ, აი თუნდაც მღვდელი თევდორეს წინაშე პასუხისმგებელნი ვართ. იოთამ ზედგენიძის თუ ცოტნე დადიანის თუ დავით აღმაშენებლის მას წინაშე მოვალენი ვართ და რატომ? მათ თავისი სისხლის ფასად თუ ცრემლის თუ ოფლის და შრომის მოიტანეს ჩვენამდე ეს რწმენა და ჩვენ რას ვაკეთებთ მე? როგორ ვუფრთხილდებით იმას, რაც ჩვენამდე მოიტანეს? გესმით ამაზეა ლაპარაკი და აბა ვკითხოთ ახლა ჩვენს თავს. მოვიდა კარგი მემკვიდრეობით ჩვენამდე, მაგრამ ვართ ჩვენ მორწმუნეები? დაღმოაჩენთ რომ სულაც არ არის საკითხი ისე იოლად ჩვენ რო ვთქვით. ბავშვი არის მოსანათლი და ვერ ვარჩევ ნათლიას. თითქოს ვერ პოულობ როგორ მოვიქცეო. რა ვიცი, ყველა იმის მიხედვით არჩევს, ვისაც რა მისწრაფება აქვს, ესე იგი, ორიენტირი, საითაც აქვს, იქით არჩევს. ვიღაც არჩევს უფრო შეძლებულს, რაც არასწორია, ვიღაც არჩევს უფრო კარგი მეგობარი ვინც არის, ესეც არ არის ბოლომდე სწორი. თუმცა იმას არ გავს ანგარებიანი რო იყო წეღან, მაგრამ ვიღაც არჩევს კარგი მორწმუნე რო იყოს. ნათლიას ხო ესევალება, მორწმუნე რო იყოს, შენ შვილზე ილოცოს მაინც. ასწავლოს ქრისტიანობა, მაგალითი მისცეს და ასე შემდეგ. ვინც ეძებს ის პოულობს ეგრეთი ნათქვამი არსებობს. წმინდა გიორგის ცხენს კუდი შეკრული რატომ აქვს გაარკვიეთო? ეთყობა შევკიდი რომ გავარკვევ მეთქი. ეხლა წმინდა გიორგის ხატი თუ გვაქვს აქ ახლო-მახლო. აბა მოდი ვნახოთ. ეხლა შეხედეთ. ამას ბავშვებო რამდენიმე განმარტება აქვს. ესეთი რაღაც წავიკითხე. რომ ერთი განმარტებით ეს კუდი რომ შეკრული აქვს, რაღაცა მოდი მთავარი ვთქვა, სულიერი განმარტება.
ნახეთ, წმინდა გიორგის წესიერად ხელიც არ უკიდია შუბზე და ეს ერთმანეთთან კავშირშია და რატომ? ეს ცხენი განასახიერებს ადამიანის ბუნებას და მხედარი განასახიერებს გონებას, სულს. და ესე იგი ჩვენში რა გამოდის? რას გვასწავლის, რომ ჩვენს ბუნებას ჩვენი სული, ჩვენი გონება უნდა მართავდეს. და ეს კუდი რო შეკრული აქვს, ეს ნიშნავს, რომ ნებების მოთოკვას. ნებების მოთოკვას ნიშნავს. ნებები უამრავია, რისხანების თუ გემოთ მოყარების თუ სიძუნწის თუ რაღაცა ამპარტავნების და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ნება შეიძლება ჰქონდეს ადამიანს და ასე შემდეგ. და ესე იგი აქ საბოლოო ჯამში რა გამოდის? წმინდა გიორგი იმასთან ერთად რომ იყო მხედარი, ანუ რომის არმიაში მსახურობდა, ამავე დროს იყო ის ქრისტეს მხედარი, ანუ სულიერი გაგებით იყო მხედარი. და თავისი ბრძოლის ასპარეზზე ის მინდობილია ღმერთზე და არა საკუთარ თავზე. იმიტომაც ეს შუბი ესე არ უჭირავს და ღმერთზე არის მინდობილი. იმ ბოროტებას, რაც აქ გველეშაპის სახით არის წარმოდგენილი, განგმირავს არა წმინდა გიორგი, არამედ ღმერთზე მინდობილი წმინდა გიორგი და საბოლოო ჯამში ღვთისმადლი. ეს არის ის მცირედი, რაც მე ამ წუთას შემეძლო მეთქვა. რამდენად დავაკმაყოფილი არ ვიცი, მაგრამ ხო ეცად. აბა შემდეგი ვნახოთ. ეს შეკითხვა ასე წმინდა გიორგის უკავშირდება, თუმცა მე რო დავაკვირდი, ხაც ეს ვერ ვიპოვე ეს დეტალი და უხილავი რგოლი და ამიტომაც რო დავაკვირდები, მაგაზე მე გავარკვევ. რატომ დაერქვა საკვირაო სკოლა? შენ წინა კვირასაც იყავი? იმის წინა კვირასაც? შემდეგ კვირასაც უნდა მოხვიდე? ანუ ყოველ კვირა უნდა მოხვიდე? ო და საკვირაო სკოლაც ეგ არის. ყოველ კვირეული, ესე რო ვთქვათ. გელოდებით. არა მარტო, თან ერთი. მამა 10 წლის ბავშვს არ სურს არანაირ წრეზე სიარული, არც სხვა ბავშვებთან კომუნიკაცია, როგორ დავეხმაროთ, აქ არის პირველად. ესე ზოგადად ძნელია, მაგრამ რა ვიცი, გაგვაცანით და იქნება რამე ურჩიოთ პირადად. თქვენ რამე სპორტზე დადიოდით, კი, მე სპორტებზე დავდიოდი, მაგრამ ჩემგან სპორტსმენი არ გამოვიდა. ამიტომ თქვენს წინაშია მაგალითი იმისა, რომ თუ დაიზარებ რაღაცას, შენგან არაფერი არ გამოვა. მაგრამ თუ არ დაიზარებ, მაშინ ის გამოვა, რაც მე ვერ გამოვედი. შე რო იყო ჩავით. შეჯიბრზე ზუსტად რა შეკითხვა იქნება? ზუსტად ის შეკითხვა იქნება, რასაც ღმერთი ინებებს შენთვის კონკრეტულად. მოდი ახლა მივოძეთ ჩემი ხელსაწყოები და მოწყობილობები. ერთი პატარა რაღაცა მინდა გითხრათ, მოიტანე. ძალიან დიდი ხო არ არის? არა. იბე ასეთიც არის და ისიც. მოიტანე. აბა ვინ აძრება, ვინ არის ყოჩაღი? არა, ოღონდ თვალდახუჭული. ო, კარგი დიდია, მოიტანე. ახლა გამოჩნდება ჭიკჭიკი. მოტრიალანი. არა, იყოს როგორც არის იყოს. ის კარგა გაუშალებს ხეხი? აჰა. არა, ეხლა ვარჩევ, ვისაც თბილად აცვია, რომ ჩამოვარდეს რბილად რო დაეცა. მოდი, აბა ჩემ. აი ეს, ოღონდ შეიკარი, რომ.
მოტრიალდი. არა გეხმურე მართლა კი არა. შენ მართლა გადმოვარდნა საპირე. მოდი. რა ქვია შენ? რამდენი წლის ხარ? 7. ასულ ხარ მაგ ხელაკიბეზე? არა. ახვალ? მაშინ ახლა ესეთი რამე უნდა ვქნათ რომ ჯერ ერთი ეს ჭოგრიტი დაგჭირდება. ჭოგრიტი ხო იცით რაც არის? აი ეს დაგჭირდება აუცილებლად. აჰა. ისე სანამ რა? და არა ჯერ გახედავდა შორია მაიცით. ეხლა ჭოგრიძე ერთი რაღაცაც უნდა გითხრათ. ისე მე შეიძლება დაგჭირდეს. ერთი ასეთი აი მაგალითად აქედან რომ აი ბოლოში რომ ლამაზი გოგოდის რა ქვია მარიამი თუ რა ქვია? რა ქვია? შენ ანუკან აქედან იქ რო გააგონო ჩუმად გააგონებ აი ხა რამე რო უთხრა ბა რა შეტყოდი რაღაცა უთხრა როგორ აქ გამარჯობა თქო უთხრა გამარჯობა უთხრა გამარჯობა უთხრა გაიგონე მარიამ თუ რა ქვია ვერ გაიგონე ესე იგი ცოტა ხმამაღლა უნდა ხო მართალია ხო და ერთი კაცი ცხრებს აძოვებდა თურმე ერთ მთაზე და თავისი მეგობარი რომელსაც შოთა ერქვა აძოვებდა მეორე მთაზე და ახლა წარმოიდგინეთ ჩვენმა მეგობარმა რა ქვია მოსემ ვერ გააგონა არ ვიცი მართლა მარიამი ხარ კი ხო უგან შენ არა ერთი მარიამია და მეორე მე არა მარიამი და მე არა ხოდა აი ეხლა შენ ხო მარიამს ვერ გააგონე იმანაც უძახა შოთა უძახის რომ შუადღით ახლა პური უნდა იჭამა და მარტო რო არ ჭამა პურიო საერთოდ ქრისტიანს ესეთი წესი აქვს აი ზოგს მართლაც ესე წესად ქონდა რომ მარტო არასოდეს პური არ ეჭამა და ეს მართლაც დიდი ღირსებაა და აი ამ კაცსაც რომელიც თავის მეგობარ შოთას ეძახდა ჩვევად ქონდა რომ შუადღით პური მარტო არ ეჭამა და მეორე მთაზე ის თავის ცხრებს აძოვებდა და ეძახის შოთა და ვერ გააგონა აი მოკლედ როგორც იტყვია გასკდა ღრიალით ვერ გააგონა და ამოიღო მე ესე ჭოგრიტი და მე ხო ახლოს ჩანდა და მე ესეუბნება შოთა მე შუბათ ეძახის რომ პური არ ატკინოს იმას გონია ახლოს არის ეხლა ეს შოთა ჭოგრიტში რო გაიხედა და ეხლა რატო ვამბობ მაგას ამან ხო ვერ გააგონა მარიამს როგორ ახარო თუ გამარჯობა ხო უთხრა და ვერ გააგონა ახლოს რო იყოს ეგრეთ ჩუმად რო ეთქვა ხო გააგონებდა მაგრამ ხო არის ხოლმე რომ ძალიან ახლოს დგანან ადამიანები ერთმანეთთან მაგრამ მაინც უყვირიან ერთმანეთს და რატო უყვირიან ვერ აგონებენ სინამდვილეში იცი რა ხდება შეიძლება მე და მოსე ერთმანეთთან ახლოს დგავართ მაგრამ ჩვენი გულები დაშორებულია ერთმანეთს. ეგ არის ყველაზე მთავარი, იმიტომ რომ ადამიანებს შორის ურთიერთობა, გულების ურთიერთობა. შეიძლება ადამიანები ძალიან ახლოს იყვნენ, ერთ ოთახში იყვნენ, მაგრამ ისე უყვიროდნენ ერთმანეთს, გეგონება მართლა შოთას რო უყვიროდა მეორე მთაზე. ეგ ნიშნავს, რომ გულები დაშორდა ერთმანეთს. მაგრამ ეს ისე მოვყევი, ამ თემას არ ეხებოდი. ეხლა შენ ხო შეგიძლია თვალები თამამად დახუჭო. აბა დახუჭემით. აბა ესე ხელები გაშალე. ხელები გაშალე ეს. აი ესე დახუჭო, ხო თამამად გეხარ ეს. ეხლა მოდი კიბეზეა, გაახილე თვალები. ეხლა აკრობატული ლეთი იწყება. ავიდა კიბეზე. ჯერ კარგად გაახილე, გაახილე. გაახილე. ვიდი.
არა, ადი. ვიდი, მოგეშინია ადი. ვეღარა დიხარ? მიდი, აბა, მიდი, კაბე. აიცა, მიდი. მოგეშინია, თუ ჩამოვარდი შენს კი არსად ახლა. აბა იქაცად. მერა, აი ეხლა. არა, მოიცადე, მომხედი აქეთ ხელები გეკიდო. ეხლა შეგიძლია თვალები დახუჭო. აბა დახუჭეთ. აბა შეგიძლია თვალები რო დახუჭო და ხელები გაშალო. არა, მოიცი. აბა მაღლა ადიმიდი. ხო შეეჩვიე ცოტა, ეხლა ადიმიდი მაღლა. შენ შეგიძლია ამდენზე ახოვი და მანდ ვერა. ეხლა ერთი რა უნდა შეგეკითხო, იცი? რა უნდა შეგეკითხო, ბატონო მოსე? აი აქ უფრო ადვილი იყო თვალების დახუჭვა თუ მანდ? დაბლა, ხო? ეხლა ეგ ნახეთ რა, ეგ სულიერი ამბავია, რომ როდესაც აქ დგახარ, ძალიან ადვილია თვალები რო დახუჭო. იმიტომ რომ აქ არანაირი საშიშროება არ არის. როდესაც მაღლა ადიხარ, ანუ ამ ცხოვრებაში რაღაცა მაღალ საფეხურზე, როდესაც ადიხარ ბავშვებო, იქ სიფხიზლის დაკარგვა უკვე ძალიან დიდ საშიშროებას უკავშირდება, ხო მართალია? მაგრამ აქ ეხლა ერთი საკითხია. აი ეს ჭოგრიტი რო არ დაგვეკიდა რა, რა თუნდა და რატო წაიღო? რო გაიყიდა? ეს ჭოგრიტი ყველას ვინც მაღალ საფეხურზე ადის, ჭირდება და ნახე რატო ჭირდება. ეხლა ეს პატარა კიბეა, მაგრამ წარმოედგინეთ, რომ ძალიან მაღალი კიბე იყოს. იმ მაღალი კიბიდან უფრო კარგად ჩანს აი ეს ვაჟკაცი თუ დაბლა რო იდგა, მოსე. დაბლა რო იდგა და საქმეც მაგაშია, ნახე, ვინც მაღალ საფეხურზე მიდის, მაღლა მიდის, აი რაღაცა დააწინაურეს, თანამდებობაა თუ რაღაცა. იმას ჭოგრიტი უნდა ჰქონდეს, რომ იმის მეშვეობით ადამიანები ისევ კარგად დაინახოს. თორე ზოგი უკვე ადამიანებს კი ვეღარ ხედავს. ზოგი მაღლიდან გადმოხედავს და ჩანს მარტო სხვადასხვა ფერის ქურთუკები. მეტი არაფერი. ის ადამიანებად ვეღარ აღიქვამს ზოგ შემთხვევაში. ამიტომ თქვენ რომ გაიზრდებით, შენ ხო ჯანმრთელად ხარ მან. თქვენ რომ მოიცა ერთი ნახევარი წუთი მჭირდება ძალიან მნიშვნელოვანი რამის. თქვენ რომ გაიზრდებით ბავშვებო. ეს კიბე უბრალოდ სიმბოლოა იმისა, რომ ვიღაცას დაგაწინაურებენ ამ ადგილზე დადგებით იმ ადგილზე და შენი ღირსება ის იქნება იქ, როდესაც გახარ და აქ ადამიანებს ხედავ. გესმით? ადამიანებს რომ ხედავ, ფიზიკურ ხედვაზე არ არის, ადამიანები რომ გახსოვს, ადამიანებზე რომ ზრუნავ, რომ არ გავიწყდება. და თუ ეს ჭოგრიტი გექნება, ანუ ეს ხედვა ადამიანებისა, ესე იგი ნიშნავს, რომ შენ ადამიანად დარჩი. ადვილად უნდა იცნო. ადამიანის გასაჭირ, აი რამდენჯერ ყოფილა, მაგალითად არ წაკითხიათ ისტორიის წიგნებში. მეფე გადაიცვამდა გლეხის ტანისამოს და დადიოდა ესე ქუჩა ხალხმრავალ ადგილებში. რატო აკეთებდა? იმიტომ რომ გაეგო რა უჭირს იმ უბრალო ადამიანს. გესმის? აი ახლა მოსეს რო ჭოგრიტი არ აქვს, კი ვაგარ დაგინახავთ. ეხლა მოდი ნიკოლოზ მომეხმარე რომ ეს კიბე გადმოვაყირაოთ აბა. აჩამ. მოიცადე ერთ წუთი არ ჩამოხვიდე, ერთ წუთი არ ჩამოხვიდე. ანტიშუკი. არაფერი არ აქვს.
ჩამო. უნდა დაგაჯილდოოთ, რომ შეგაშინეთ. მომხელა. ჩამო. დედა აქ არის, ან მამა? ხო და ერთი შენ რომ შეგაშინეთ და ერთი დედას რომ იმას შენზე ძალიან შეეშინდა. ეს ჯოგრიტი დაუბრუნოთ მერე პატრო. ეს ახლა თავისით გავა თუ ვინმე მიეხმარებ. მოდი ახლა ერთი რამე ვნახოთ კიდე. აბა მოდი, ხო არ დავღალეთ ძალიან, რამდენი? 50? აუ. დაიღლებოდი. მოდი მაშინ ერთი მე კიდე რაღაცები მინდოდა რომ მენახა. აი მოსე ყველაფერთან ერთად კეთილი კაცი ყოფილა და ის ჭოგრიტი მართლა უჭირავს, არ დაივიწყა თავის ძმა ბიჭებს. ბავშვებო, მოდი ორი შეკითხვაც და მე იმ სახალის ამბავს გაჩვენებ. სხვა რაღაცებიც ქონდა დაგეგმილი, მაგრამ როგორც ჩანს უკვე დრო გაგვივიდა ბევრი და ერთად ყველაფერი ძნელი. ვარ 14 წლის. ერთი რჩევის მოცემა რომ შეგეძლოს რა რჩევას მოგცემდით. ერთი კი არა, თუ კარგი რამე ვნახე ხოლმე, ყველაფერი თქვენთან მომაქვს, ხო ხედავთ. თქვენ იმ ერთი და ბევრიდან შეგიძლიათ ერთი სათქვენო რჩევა ამოარჩიოთ, მაგრამ თავარი რა არის, იცით? რომ იყო ადამიანი გულწრფელი და ის რომ გულწრფელი იყო, თუნდაც ამ გულწრფელობის გამო დაქცინა. არ ითამაშო იმის გამო, აი მე ერთ შეუბნევი სიტყვა. არ ითამაშო იმის გამო, თამაში იმას არ გულისხმობ რაღაცა. ანუ არ ითვალთმაქცო იმის გამო, რომ შენ ვიღაცის თვალში კარგი გამოჩნდე და აღარ დაქცინო. შენ იყავი ბუნებრივი, გულწრფელი, ნამდვილი და მოითმინე, გავა დრო და ისეთი ეყარები სხვებს, როგორიც ხარ სინამდვილეში. თუ არა, თუ ეს არ მოხდა და ითვალთმაქცე, ეცადე რომ ნიღაბი გაიკეთე, ამ ხალხთან ეს, სხვა ხალხთან სხვანაირი, იმასთან სხვანაირი, გავა დრო და ჩამოგძვრება ეგ ნიღაბი. და აღმოჩნდები ყველას წინაშე ისეთი, როგორიც სინამდვილეში არ ყოფილხარ და ის ვითომ საქმის ბუშტივით შექმნილი პატივისცემა, შენ დამი პატივისცემა, წამში გაქრებ. იყავი ის, რაც სინამდვილეში ხარ და დიდხანს გაგრძელდება შენი სიხარულიც. მოდი ვნახოთ ერთ სახალის ამბავი. მოდი ერთი შეკითხვაც არის და თუ ერთ მეგობარს უნდა შენთან მეგობრობა და შენ არ გინდა ამ დროს რა უნდა ქნა და თუ მეგობარია რატო არ გინდა? და თუ არ გინდა მასთან მეგობრობა, მეგობარი როგორღა არის? მოდი ჯერ უნდა ჩამოვყალიბდეთ რა გვინდა და მე გავარკვიოთ ალბათ. და უნდა დაფიქრდე, რის გამო არ გინდა მასთან ურთიერთობა. შეიძლება დაუშვათ ის ცუდ წრეშია და შენ ატყობ რომ მასთან მეგობრობით შენ რაღაცა შენში ცუდის მხრივ რაღაცა იცვლება. ანუ შენ ზიანდები. გახსოვთ იაკობ გოგებაშვილის ის როა ვაშლებში რო ჩაადებინა დამპალ ვაშლებში დედას საღი ვაშლი და მე ისიც რო დალპადა. მაგრამ მეორე მხრივ ნახეთ რა არის. ესე იგი ურთიერთობა არ გინდოდეს არ ნიშნავს რომ თუ რამე დახმარება დაჭირდა არ აღმოუჩინო დახმარება. მაგრამ
თავი შეიკა ურთიერთობისგან ნიშნავს, რომ არ აყვე მას იმ ცუდი რაღაცეების კეთებაში. თუ ის ცუდ საქმეზე წავა, შენ გაანებე თავი, იქ იმეგობრე. თუ მეგობარს გული ძალიან დაუთმე და მერე გაგიტეხეს რა უნდა ქნა, სხვა დროს უნდა გავფრთხილდე. ოკეი, გაქვს მაგალითი და გავფრთხილდე სხვა დროს. ყველას ნუ გადაუშლი გულს და იმიტომ რომ ეს ძალიან ფაქიზი თემაა. ყველას ნუ გადაუშლი გულს. ჯერ უნდა ესე იგი, როგორ არის ნათქვამ, 1 ფუტი მარილი უნდა გქონდესო ნაჭამიო ადამიანთან, რომ გაიცნო და მერე მით უმეტეს მეგობრად ჩათვალო და ჩვენ ახლა 1 დღის და 1 კვირის გაცნობით თუ მეგობარს დაუძახებ და მას ყველაფერს მოუყვები და ის გულის იმ უფაქიზეს სიმებს გავანდობთ, რაც ჩვენ გვაწუხებს, მე შეიძლება ადვილად დარჩე გულნათკენი. ამიტომ ყველას ერთნაირად ვერ ემთობი. ეს ბუნებრივია. რატომ ვრთავთ ნაძვის ხესო? ეგ თქვენ უნდა მითხრათ, რატო ვრთავთ? არა, რატომ ვრთავთო ჩვენო? განა რატო ვრთავთ თქვენო? ჩვენ რატო ვრთავთო? და ეგ თქვენ უნდა მითხრათ. რატო ვრთავთ? ახალი წელი რომ მოდის? ზიარების წინ თუ შეიძლება კბილების გამოხეხვაო. ზიარების წინ ბავშვებო, კბილების გამოხეხვა შეიძლება პირის დაბანას და თმების დავარწნას. მაგრამ ზოგჯერ არის ხოლმე ასეთი რამე, საეკლესიო ჯულის კანონში ასეთი რაღაც არის, ანუ ჯულის კანონში კი არა. საეკლესიო სამართლის წიგნი არის და ესეთი რაღაც მნიშვნელოვანი რამე წერია და ხშირად არა, მაგრამ იშვიათად შევხვედრი ვარ ხოლმე. დაუშვათ ადამიანი კბილებს იხეხავს და წყალი ჩაეყლაპა. ჩვენ ხო ვიცით რომ უზმო უნდა ვიყოთ, როდესაც ზიარებაზე მოვდივართ. ზოგს ამის გამო თავი შეუკავებია ზიარების გარომე წყალი ჩამეყლაპა. ამ შემთხვევაში იქ ნახე რა წერია, ესეთი ბერძენი ავტორი არის პანაიოტის ბუმისი და ის ასეთ რამეს ამბობს. თუ ეს მოხდა, ზიარებისგან კი არ უნდა შეიკავო თავი. არამედ უნდა მიხვიდე მოძღვართან და უთხრა, მამო, ასეთი და ასეთი რაღაც შემემთხვა. და მოძღვარი დაგთავს ნებას, კურთხევას მოგცემს, რომ ეზიარო. იმიტომ რომ ეხლა შენ განზრახ არ დაგილევია. ეხლა თუ მაგალითად ესეთი შემთხვევა, თუ კბილებს იხეხავ და თან ძალიან წყურია წყალი და ცოტას მოიყუდებ და დაალევ და ვითომ ჩაგეყლაპა, ეგ არა, მაგაზე არ არის ლაპარაკი. აი, შემთხვევით რომ მართლაც ხდება რაღაც. იქ არ უნდა შეიკავო თავი. და თუ მართლა ახლა შენ დაეწაფე, უკვე არ გამოვა. შეიძლება თუ არა მართლმადიდებელი ქრისტიანი გარდაცვალების შემდეგ ორგანოების დონორი გახდეს, ანუ თუ თვითონ გარდაიცვალება, თვითონ როგორ გადაწყვეტს რა დონორი გახდეს თუ არა და მეორე კიდე ეს არ ვიცი თუ ბავშვს მოვიდა ამისი ფიქრი, ჯერ მაგაზე არის ფიქრობდა. თუ დიც მოვიდა ამისი ფიქრი, 4 შაბათს გამოგიაროს უფროსების საკვირაო სკოლაში და იქ ვილაპარაკოთ. ეს საბავშვო თემა ნამდვილად არ არის. თუ მეგობრები ძალიან ხშირად ჩხუბობენ, ისინი იქნებიან ნამდვილი მეგობრები თუ არა. რა არის იცით, გააჩნია ასაკს. შეიძლება მე პატარაობაში ვინმესთან ძალიანად ჩხუბობდი, მაგრამ რო გავიზარდეთ, ეხლა ისე გვიყვარს ერთმანეთი, აი სკოლიდან მოვდიოდით ხოლმე და გზაში სულ ჩხუბობთ. მაგრამ ეხლა ისეთ პატივს ვცემთ ერთმანეთს და გვიყვარს, რომ აი ყველა შეხვედრა მართლა ძალიან სასიამოვნოა ხოლმე და რომ გაიზრდებით და ცოტა ჭკუა მოგემატებათ. რამდენად შესაძლებელია 15 წლის გოგოსთვის ტაძარში რომ წავიდეს, სადაც დედავებს ეხმარებიან ხოლმე და ინფორმაცია რომ გითხრათ მაგაზე. ანუ ამას ქვია მონასტერში რომ წავიდეს. 15 წლის გოგონასთვის შესაძლებელია თუ მოძღვარი ყავს და მოძღვარისაგან როცა კურთხევას აიღებს, შესაძლოა ეს მოძღვარი თავად დაუკავშირდეს იმ მონასტერს და სთხოვოს. აი ჩვენს სულიერ შვილს, ჩვენს ბრევს ასეთი სურვილი აქვს და თუ არის ადგილი და შესაძლებლობა, რამდენიმე დღით მიიღეთ. მოგეხმარებათ და მონასტრის ცხოვრებას გაიცნობს და ასე შემდეგ. რა საშუალებენ ადამიანები, როდესაც სიგარეტს ეწევიან? იმას საშუალებენ, რომ სიგარეტს ეწევიან.
ნუ არა მარტო მე შევაჯამე და ერთად ყველაფერი. მოდი კიდევ ერთი რამ უნდა გაჩვენოთ, ესე იგი ჩვენმა ბავშვებმა გააკეთეს კიდევ ერთი ფილმის ინსცენირება, რომელიც ბოლოსთვის შემოვინახე და მინდა რომ გაჩვენოთ, ესე იგი მე პირადად რომ ნახე მართლა გულიანად ვიცინოთ. ძალიან მომეწონა. ნახოთ მოდი აბა ერთად. დახე არ უქნარსა. ლოქო, საიქიოს ნისია. რა იყო კაცო რა? მიგუდალებულო, დონდლო. იკუდრებს აკლი ხარ, კი ცოცხლებს აკეთებ. აი, ცოდო არ არის ეკლები ფიძვლებ. მე ჩამოვდიოდი ცხედაში და შენ კი ცოცხლად დახარდე. თუ შენს კაცობას. ეროვნიკი ცოცხლად დამარხა ამოხერმა. კაცო, როგორც კი ჩავთვლა შეგროვე თავზონა დამადგეს, ასასივითა თუ ჩაფარივით. კაცო, აქ ამგონია, იქ არის, იქ ამგონია, აქ არის. მე ამ ცხოვრებას ვერ გამოვასწორებ და ძილი აღაზეღა დავკ. ყოფილა. როგორ აბრძანდებით? ვერცხლის თვალება, ჰა? ხომ არ გასთხოვდი? ან ხომ არ გადაიკრუხე? გადიხმე გასცერული თავი. როგორც გიტყვასავი ცარიერი ამდაბია და ძებ ქინძი ამდეს. წიწვაკის ტოტზე ვიჯექი. ტოტი მომიტყდა. და თქვენთან მოადინეს ხართანი. აი შენი კუბოს ფიჩის საქმელად ვიყავ. ეხლა მომედი კუბოს ჟამები ნაგიხო. ვაი შენ კი მოიშალე, შენს მაკისანესო. შეაკროლებულო ძოლო. უნდა ხიცაზე გააკონა და ცუდ შამპურები დაგაჭირო, ჰა შენა? ადი, აი. ასე გამოიხედე, გოგო. მალაბია შილი არა, ხა შენა? დიახ. ბიშოპერო, მინაწმინდა. მეხის ქალი და ასეთი ლავაზი. რა ატირებს მეტაჰა? მოდი რაც შეეხება ერთ-ერთი კითხვა იყო და ეხლა გავცემ პასუხს ეს უშუალოდ კონკურსს ეხებოდა თქვენი ცით რომ 17-ში 11 საათზე აქ იქნება კონკურსი დავარქვათ თუ შეჯიბრება როგორც გენებოდ ვისაც სურვილი ექნება მოვა საკითხები წინასწარ უკვე თქვენთვის ცნობილი იყო და ნახოთ რა გამოვა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ 14-ში დილით 9 საათზე იქნება ერთობლივი წირვა. ვისაც სურვილი და ხასიათი ექნება, შეგვიძლია რომ ეს დღესასწაული ერთად ვიზეუნოთ. ეს არის დღესასწაული უფლის წინა დაცვეთისა და წმინდა მღვდელმთავარ ბასილი დიდის ხსენება. აი ხატი აქ არის დაბრძანებული და შეგვეწიოს მისი მადლი. ავდგეთ ახლა ვილოცოთ, აბა